მოგესალმებით, მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით, რა აბრკოლებს თქვენს წარმატებას. მოშესადამე. შესაძლოა არა, არამედ ვინ აბრკოლებს თქვენს წარმატებას ნებისმიერ შემთხვევაში. ნებისმიერი ინფორმაცია იქნება საინტერესო, მოსასმენად, ხომ ასეა? რა ან ვინ აბრკოლებს თქვენს წარმატებას? დავიწყეთ და ვარიანტი პირველი, რა აბრკოლებს თქვენს წარმატებას, ვარიანტი მეორე, რა აბრკოლებს თქვენს წარმატებას და ვარიანტი მესამე, რა აბრკოლებს თქვენს წარმატებას ახლა, როდესაც ამ საჯარო გაშლას უყურებთ და მოდით პირველი ვარიანტი გვექნება ესეთი, მოიცადეთ, ეს არ გვინდა. ერთი წუთით, ისევ ჯობია ქვები გამოვიყენოთ, უფრო კარგად გამოჩნდება ვარიანტი პირველი. ვარიანტი მეორე, მთისბროლი, ამეთვის და მთისბროლი და კონდეს ვარიანტი მესამე, ესეთი სერდოლიკი ჩემოძერფასება. ახლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ სამივე ვარიანტს, მოდით ჩამოვწევ ცოტა კადრს აი ასე, ვფიქრობ რომ სამივე ვარიანტი ძალიან კარგად ჩანს, პირველი, მეორე, მესამე და მოდით ვნახოთ რა აბრკოლებს ახლა თქვენი წარმატების ძალას, ხო, თქვენი წარმატების ენერგიას განმეორდები, უბრალოდ განმარტავ რომ წარმატება ჩემო ძირფასებო, რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან ინდივიდუალური რამ არის, მაგრამ აქ ძირითადად ამ საჯარო გაშლაში მოიაზრება წარმატება, როგორც პიროვნული წარმატება, ხო, პიროვნული რეალიზება. უფრო მეტად ალბათ შევეხები პიროვნულ რეალიზებას, კარიერული და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის რეალიზების ნაწილში, რომელიც უშუალოდ კარიერულ სფეროს ეხება, ხო? ადამიანი, რომელიც შემდგარია თავის საქმეში, თავის კარიერაში, თავის საქმიანობაში და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც შემდგარი არის ამ კონკრეტული მიმართულებით, დამიჯერეთ რომ ბევრი რამ ადამიანს უკვე უმარტივდება და უკვე სხვანაირად უყურებს ურთიერთობებს, სხვანაირად უყურებს ყველაფერს აბსოლუტურად თავის ირგვლივ, რადგან ასეთმა ადამიანმა იცის საკუთარი შრომის და საკუთარი ენერგიის და საკუთარი თავის ფასი, ხო? აი ესეთი სამი ვარიანტია შემოძვირფასებო, პირველი, მეორე, მესამე. და ვნახოთ რა აბრკოლებს ახლა თქვენს წარმატებას. თუ კი არის ასეთი დაბრკოლება, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა აბრკოლებს თქვენს წარმატებას ახლა, როდესაც თქვენ ამ ვარიანტს უყურებთ, ხო? იმპერატორი ქალი ამოვიდა თქვენს წარმატებას, ახლა ამ მომენტში არავინ და არაფერი არ აბრკოლებს. პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენი პოტენციალი, თქვენი შესაძლებლობები არის მაქსიმალურად პიქსე, ასე რომ შეგიძლიათ პირველ რიგში გაუფრთხილდეთ ამ ენერგიას, გაუფრთხილდეთ ამ პოტენციალს, გაუფრთხილდეთ აი ამ ნაყოფიერებას, როგორ ენერგიებშიც ახლა თქვენ ხართ და თქვენ ხართ აი ეს ნოტიო და ძალიან ნოყიერი მიწა, რაც არ უნდა დაირგას, რაც არ უნდა დაითესოს, ყველაფერი აბსოლუტურად ძალიან ლამაზი, ძალიან ნაყოფიერი და ძალიან გემრიელი ამოვა. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენს წარმატებას ამ მომენტში არავინ და არაფერი არ აბრკოლებს და თუ კი ცდილობს ვინმე, დამიჯერეთ რომ თქვენზე ძლიერი არ მგონი ეს ადამიანი იყოს, იმიტომ რომ თქვენ თავად ხართ საკუთარი თავის, საკუთარი რეალობის და საკუთარი წარმატების ავტორი. თუ თქვენ გინდათ რომ იყოთ წარმატებული, თქვენ ხელს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგიშლით, მაგრამ მაინც ვნახოთ იმპერატორ ქალს პირველ ვარიანტს უშლის თუ არა და აბრკოლებს თუ არა ვინმე თავის წარმატების გზაზე. ორიანების კვერთხები, არა, ამ მომენტში არავინ და არაფერი არ აბრკოლებს და არკანი ვარსკვლავი, არა, თქვენ აბსოლუტურად დაცული ხართ ამ მომენტში ყველანაირი დაბრკოლებისაგან, რაც უშუალოდ თქვენს რეალიზების ნაწილს ეხება,
შესაძლოა ახლა გარკვეულ გეგმებს ალაგებდეთ, გზაგასაყარზე იდგეთ, ირჩევდეთ, რომელი გზა ერჩიოთ, მარჯვნივ წახვიდეთ, მარცხნივ წახვიდეთ, რას შეეხოთ, როგორ განავითაროთ საკუთარი პოტენციალი. შესაძლებელია ფიქრობდეთ მოგზაურობაზე, ფიქრობდეთ ქვეყნის შეცვლაზე, მოკლედ აქ ვხედავ იმპერატორ ქალს, რომელსაც ძალიან ისეთი შორის მჭვრეტელი გეგმები გაქვთ ნამდვილად და ახლა გაქვთ ისეთი ეტაპი, სადაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა დაალაგოთ თქვენი პოტენციალი, თქვენი შესაძლებლობები და მეეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენ ეს გამოგივათ, იმიტომ რომ ის, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ, როგორც ახლა თქვენ უყურებთ და აღიქვამთ თქვენი წარმატების რეცეპტს, ხო, ეს არის ძალიან სწორი აღქმა და მიყევით თქვენს შესაძლებლობებს, მიყევით თქვენს ინტუიციას, მიყევით თქვენს თავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეგიძლიათ რომ შეძლოთ და თუ თქვენ ამას მოინდომებთ, თქვენ იქნებით მდიდარი, წარმატებული და ძალიან ძლიერი ქალბატონი, გაქვთ ამის ძალიან დიდი პოტენციალი და თუ ხართ ასეთი, კიდევ უფრო მეტად კარგად შეგიძლიათ იყოთ, ამიტომ გააკეთეთ სწორი არჩევანი და მე ამაში ეჭვიც არ მეპარება, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ თქვენს ვარსკვლავამდე, ანუ თქვენ იქნებით შესაძლოა ცნობილი ადამიანიც კი, რომელიც საზოგადოება მიცის, როგორც წარმატებული, არ ვიცი, ბიზნესმენი, წარმატებული ბლოგერი, წარმატებული ლედი, ქალი, რომელმაც ბევრი შეძლო, ბევრი გააკეთა და ან მისი შემოქმედება არის მოკლედ ხალხისთვის ძალიან საზოგადოებისთვის ძალიან მოსაწონი, მისი აზროვნება, ვთქვათ, ან მისი შემოქმედება, მისი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, ხვდებით ხო, არ აქვს მნიშვნელობა რა საქმიანობთ, ეს საზოგადოებას აუცილებლად ძალიან ან მოსწონს უკვე, ან მომავალში აუცილებლად ძალიან მოეწონება და ამაზე ძალიან ბევრ დადებიც ისაუბრებენ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, ველოდებით თქვენს კომენტარებს, მაინტერესებს როგორ მოგეწონათ, რამდენად რეზონირდა პირველ რიგში. ინფორმაცია ისეთია, რომ წარმოუდგენელი არ მოგეწონათ, მე კი ახლა გადავდივარ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვნახოთ თქვენ რა გაბრკოლებთ თქვენი წარმატების გზაზე. ხო, ათიანების ხმლები, რა გითხრათ აქ, პრინციპში პირველ რიგში ალბათ ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს განიცდით და აქ არ გულისხმობ მხოლოდ წარმატების გზაზე დაბრკოლებას, არამედ გრძნობ, რომ ადამიანი შინაგანად ახლა აბსოლუტურად დაკარგულია, ვერ ხედავს ვერანაირ ნათელ წერტილს მის ცხოვრებაში, მის რეალობაში, იმიტომ რომ შესაძლოა რთული პერიოდი გაქვთ ახლა, ან ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ეს ასე ამალე გამაჯანმრთელებას გისურვებთ, რაღაცა მტკინვეულ ენერგიებს აღვიქვამ ახლა ნამდვილად და ეს მახარებს, რომ ეს არის ათიანების ხმლები, იმიტომ რომ ეს არის ფინალური არკანი და ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ არსებობს რომ წვიმა სამუდამოდ იწვიმოს, ხო? წვიმა ყოველთვის სადღაც გადაიღებს აუცილებლად, მაგრამ მე მაინტერესებს რაში გამოიხატება ეს თქვენი ათიანების ხმლები, ვის მიყავხართ ამ მდგომარეობამდე. ცხრიანების პენტაკლები, ექვსიანების პენტაკლები და არკანი ეშმაკი. არ ვიცი, არასწორი მიმართულებით, არ ვიცი, გაასხვისეთ თანხა, არ ვინმე მოგპარათ თანხა, არ ვიცი, არასწორად გაანაწილეთ რესურსები, ესეთი რაღაცა შესაძლებელი, იმიტომ რომ ცხრიანების პენტაკლები, ექვსიანების პენტაკლები და ეშმაკი, შეგრძნება მოგვს, რომ რაღაცა ისეთში შესაძლებელია ამოყავით თავი, რასაც არ ელოდებოდით, ხო, რასაც არ ელოდებოდით და რაღაცა უცებ აღმოჩნდით მიჯაჭვული და დამოკიდებული გახდით და მიხვდებით ალბათ, რომ ეს რაღაცა ძალიან დიდი iluzია, ეს არ არის არაფერი რეალობასთან, კარგ რეალობასთან არ არის დაკავშირებული და მაჩვენებს, რომ თქვენ გრძნობთ, რომ რაღაცაში ძალიან არასწორი არჩევანი გააკეთეთ და ახლა რაღაცნაირად ვეღარ იბრუნებთ საკუთარ თვითკმარობას, საკუთარ კარგ და დადებით, ასე ვთქვათ, პოტენციალზე ნერვიულობთ, იმიტომ რომ გქონდათ კარგი პოტენციალი, გქონდათ ეს ყველაფერი, მაგრამ თითქოს ან
ვერ გამოიყენეთ, ან ისეთ ადამიანს ანდეთ, შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობებსაც ეხებოდეს ნამდვილად, სადაც გაეცით, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი რესურსი, თქვენი ენერგია, ეს მარტო ფინანსებს შეიძლება არ ეხებოდეს, თუმცა ესეც განიხილება, რომ ადამიანმა დაკარგა ფინანსები, ან გაასხვისა და ვეღარ იბრუნებს უკან, ან რაღაცა უზარმაზარი ფინანსური ვალების წინაშე დადგა, ხვდებით ხო, მაგრამ მას შეიძლება ეხებოდეს პარტნიორულ ურთიერთობებსაც, როდესაც იყავით თვითკმარი მშვიდი ადამიანი, გქონდათ ნორმალური, სულიერი ფსიქოემოციონალური მდგომარეობა და უცბად ეჯაჭვებით ისეთ ადამიანს და აძლევთ და უნაწილებთ თქვენს რესურსს, როგორც დროს, ემოციას, ენერგიას და სხვა დანარჩენს, რომელსაც გრძნობთ, რომ იჯაჭვული ხართ, ვეღარ ამთავრებთ ამ ყველაფერს და თან ყოველ შემთხვევაში ამას ათიანების ხმლებამდე მიყავხართ. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ აქ არის ორი ვარიანტი, ეს არის ან მანკიერი პარტნიორული ურთიერთობები ძალიან არაჯანსაღი მიჯაჭვულობებით, რაც ნამდვილად აბრკოლებს თქვენს წარმატებას და მეორე არის ის, რომ შესაძლებელია ახლა განიცდიდეთ და ნერვიულობდეთ იმას, რომ საკუთარი რესურსი, საკუთარი ენერგია, მათ შორის ფინანსურიც, რა თქმა უნდა, ჩადეთ არასწორი მიმართულებით და აი ეს ყველაფერი ახლა ძალიან ცუდად ისახება თქვენს ფსიქოემოციონალურ ფონზე. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ რითი უნდა გამოასწოროს მეორე ვარიანტმა ეს სიტუაცია. თითქოს ახლა გრძნობთ, რომ არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ კარმულ რთულ პროცესს გადიხართ ძალიან. შემიძლია გითხრათ, როგორ უნდა გამოასწოროს მეორე ვარიანტმა ეს სიტუაცია. ეს სიტუაცია გამოსწორდება და გადაწყდება ძალიან მოულოდნელად, მე ასე ვიტყოდი, სურვილის ასრულებასავით იქნება ნამდვილად და ეს ძალიან გაგაბედნიერებთ, ხო? თითქოს აი როდესაც სულ ნისლიანი, ღრუბლიანი იყო და უცებ რო გამოანათებს მზე და ნამდვილად გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ ეს ყველაფერი და ეს პრობლემა დაბრკოლება აუცილებლად გადაივლის, ეს არის ნამდვილად კარმული გაკვეთილი, რასაც ახლა თქვენ გადიხართ, ეს გადაივლის ეს ყველაფერი ნამდვილად და თქვენთვის მზე აუცილებლად გამოანათებს, თან ის იქნება ძალიან მოულოდნელი და ესეთი სიხარული და ბედნიერებით ახსავსე მდგომარეობა, რაც ძალიან გაგაბედნიერებთ ნამდვილად და თავს ძალიან კარგად გაგრძნობინებთ, უდაოდ და დაელოდეთ, იმიტომ რომ ეს თქვენი თაზების სტილზე აუცილებლად ძალიან მალე მოვა თქვენს რეალობაში. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი დიდი სიყვარულით და გადავედით მესამე ვარიანტზე, ვინც არჩია. აი ესეთი სერდოლი კი გვაქვს ჩემო ძვირფასებო და ვნახოთ თქვენ რა გიბრკოლებთ წარმატების ენერგიას ჩემო ძვირფასებო. ამოვიდა რვიანების პენტაკლები. მე ასე ვიტყოდი, რომ ამ მომენტში თქვენს წარმატების ენერგიას არავინ და არაფერი არ ბლოკავს, ყველაფერი მიდის ძალიან ადეკვატურად, ძალიან გასაგებად, ძალიან ბუნებრივად. ასე ვთქვათ, ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი გაზაფხულს ძალით ვერ მოიყვანს, ხო? ვერც ერთ სეზონს. ვერ შემოვიყვანთ იმაზე ადრე ჩვენს სამყაროში, ჩვენს ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ ეს არის ციკლი. რვიანების პენტაკლები ეს არის ციკლი, ჩემო ძვირფასებო, რომელიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. აუცილებლად მოგცემთ იმ შედეგს, რომელიც თქვენ გჭირდებათ. ამიტომ აქ არავინ და არაფერი არ აბრკოლებს თქვენს წარმატებას, ძალიან გასაგებად და ძალიან სწორად მიდიხართ თქვენი წარმატებისაკენ. შესაძლოა იფიქროთ, რომ ცოტა ჩქარი ტემპი გინდათ, ცოტა ჩქარი რითმი გინდათ იმ წარმატების მისაღებად, რომელიც თქვენ გინდათ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ აქ არ იჩქაროთ, იმიტომ რომ შეიძლება სიჩქარემ ხო რაღაცები უბრალოდ გააფუჭოს ან არ მოგცეთ იმ შედეგით, როგორიც თქვენ გინდათ რომ მიიღოთ ის წარმატება, როგორც თქვენ ხედავთ ამას. მაგრამ მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. ხომ არ არის რამე, რაც აბკოლებს მესამე ვარიანტი თქვენს წარმატებას, ხომ არ არის რამე. არკანი მზე არის, ჩემო ძვირფასებო, არაფერი არ არის ნამდვილად.
თქვენ იქნებით წარმატებული ადამიანი, თქვენ მიიღებთ იმ ნახეთ როგორი რაღაცნაირი მე თითქოს აი ეს ყვავილები დავინახე როგორც მზესუმზირები, მიუხედავად იმისა რომ მზესუმზირები არ არის, მაგრამ არკანი მზეც და მზესუმზირები ხომ ერთმანეთთან კავშირშია, ისინი მზესუმზერენ, ასე რომ არა ჩემო ძვირფასებო, აქ არავინ და არაფერი არ აბრკოლებს თქვენს წარმატებას, მე ისე ვიტყოდი რომ თქვენი წარმატება გზაშია და ეს არის ის ძალიან ხანგრძლივი, ძალიან ლამაზი, ძალიან მყარი და ძალიან სტაბილური წარმატება, რომელიც ფუნდამენტალურად შეცვლის თქვენი ცხოვრების ხარისხს, ჩემო ძვირფასებო, კიდევ უფრო მეტად უკეთესობისაკენ, ვიდრე ახლა ხართ, ხო? ვიდრე ახლა ხართ და გაფრთხილება, რას უნდა გაუფრთხილდეთ, რომ თქვენი მზის ქვეშ ადგილი არავინ არ დაიკავოს, რას უნდა გაუფრთხილდეთ, რომ არ დაბრკოლდეთ თქვენს წარმატებაში, ხო? პენტაკლების პაჟი, მე არ ვიტყვი რომ ამ ეტაპზე თქვენ ძალიან კარგად იცით საით მიდიხართ, ძალიან კარგად იცით როგორ მიდიხართ. ერთადერთი პენტაკლების პაჟი, რაც შემიძლია გითხრათ გაფრთხილების ნაწილში, რომ 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით და რას ეხება ეს, რა ინფორმაციას ეხება ეს, რვიანების თასები, ხო, თუ კი რაიმე ცვლილებას გადაწყვეტავთ, კარიერულ ნაწილში, ფინანსურ ნაწილში, 100 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. უბრალოდ ეს არის ერთადერთი გაფრთხილება, რაც შემიძლია რომ გითხრათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ეს ცვლილებები მაინც და მაინც ვთქვათ, კარგი არ აღმოჩნდეს თქვენთვის, ხო? ან მაგალითად, ვინმე რაღაცა შემოგთავაზოთ, ვთქვათ, დამატებითი სამუშაო ან რაღაცა უფრო უკეთესი თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ არ დათანხმდეთ, იმიტომ რომ უმჯობესი იქნება, რომ თქვენით იაროთ თქვენი წარმატების გზაზე და ეს შეიძლება არ იყოს განმეორდები ძალიან ჩქარი შედეგით, მაგრამ ეს იქნება ძალიან სტაბილური, ვიდრე იჩქაროთ, ვიდრე რაღაცა დამატებითი სპეციფექტები შემოიტანოთ თქვენს რეალობაში, რომელიც თითქოს და შეგიქმნით ილუზიას, რომ უფრო კარგად იქნებით, მაგრამ ეს არ იქნება ასე, ჩემო ძვირფასო, მესამე ვარიანტი, ამიტომ განმეორდები, გაუფრთხილდით თქვენს მზეს და თქვენი წარმატების პოტენციალს, რომელიც ნამდვილად მოვა თავის დროზე და კიდევ ერთი არკანით მინდა რაღაც გავიარო, იმიტომ რომ რაღაცა არის აქ, რაც ინფორმაციულად მჭირდება, რომ შევავსო, მესამე ვარიანტი. რა უნდა გააკეთოს მესამე ვარიანტმა, რომ საკუთარი წარმატების გზას არ გადაუხვიოს, რა უნდა გააკეთოს? პენტაკლების დედოფალი. ჩემო ძვირფასებო, ძალიან კარგად იცით, რაც უნდა გააკეთოთ და რაც არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ აქ პენტაკლების დედოფალი, მზე და მე მგონი მზის კარელები აქ ხართ, ხო? მესამე ვარიანტი. მზის კარელები თუ აქ ხართ, მოგიკითხავთ ყველას. მაინც გიყვართ ხოლმე ჩემ საჯარო გაშლებზე შემორბენა და მოსმენა ხოლმე ინფორმაციის. ამიტომ პენტაკლების დედოფალი, მზე არკანი ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად იცით, სადაც არ უნდა გადაუხვიოთ, როგორც არ უნდა გადაუხვიოთ, თქვენ ფლობთ ამის ირგვლივ ინფორმაციას, თქვენ გაქვთ ამის ირგვლივ ფუფუნება, რომ არ გააკეთოთ და არ გადადგათ ნაბიჯები, რომელიც შეცდომაში შეგიყვანთ და ეს ფუფუნება პირველ რიგში თქვენ ხართ, თქვენ თვითონ და აი ეს ენერგია, რომელშიც ზიხართ და ეს ენერგია არის აბსოლუტურად გასაგები, ძალიან მყარი, ძალიან მიწიერი და ძალიან ძლიერი.
და ძალიან ისეთი მძიმე, რომელსაც ესე მარტივად ვერავინ ვერ აიგდებს და ვერავინ ვერ შეეხება და მით უმეტეს ვერავინ ვერ დააბრკოლებს მას. ხო, პენტაკლების დედოფალი თვითკმარი, ძლიერი ქალი, რომელსაც ძალიან კარგად იცის თავისი ფინანსების და რესურსის ფასი, ძალა, ენერგია და აქედან გამომდინარე არ დაუშვებ შეცდომას. ხო, ჩემთვის პენტაკლების დედოფლები ასევე ჯადოქარი ქალები არიან და რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან რთული იქნება თქვენი გზიდან გადახვევის მცდელობა და თუ კი ვინმე შეეცდება, აუცილებლად კუდით ქვას ასროლინებთ, ასე რომ მესამე ვარიანტი ძალიან მაგარი ვარიანტია. პენტაკლების დედოფალი, მზე და რვიანების პენტაკლები, ხო, ძალიან თანმიმდევრულად და ძალიან ლამაზად მიდიხართ თქვენი მზისკენ, ასე რომ აბა თქვენ იცით წარმატებები და არავის არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენს რესურსს და ზუსტად ვიცი რომ არც მისცემთ, რომ თქვენს რესურსან ვინმე ხელი მოკიდოს ზედმეტად და ცუდად შეეხოს ან რაღაცნაირად გაბედოს, რომ მას თვალი დაადგას, ხო? განმეორდები კუდით ქვა ასროლინეთ ყველა ესეთ ადამიანს, რომელიც ან დაგიწყებთ რჩევას, რომ აი ასე ჯობია, ასე არ ჯობია, ან მოდი ეს გავაკეთოთ, ხო, აი იქნება აქ ესეთი მცდელობები, მე ამიტომ გითხარით რა, რომ ვიღაცამ შეიძლება შემოამხანაგება სცადოს ან რაღაცა რჩევოდი ერთად ბიზნესი, მოდი ერთად რაღაც. არა. გააკეთეთ მარტო. შეგიძლიათ დაიქვემდებაროთ, შეგიძლიათ თქვენი დაქვემდებარების ქვეშ ყავდეთ, მაგრამ ვიღაცასთან ერთად ეს არ არის თქვენი საქმე, ხვდებით ხო? ან შეიძლება თქვენ იყოთ ვინმეს თუნდაც დაქვემდებარებაში, მაგრამ დაქვემდებარება ვერ იქნება ეს თქვენი, ხვდებით ხო? იმიტომ რომ თქვენ იქნებით ღერძი საქმის, მიხვდით ხო? შეიძლება ვიღაცამ დაიქირაოს, ანუ თქვათ თქვენი ნიჭი, თქვენი შესაძლებლობები, ხო, რაშიც ხელფას გადაგიხდიან, ხო, სიტყვაზე, მაგრამ აქ არ მისცეთ არავის საშუალება, რომ თქვენი დრო შეჭამოს, არა. თქვენ შეიძლება ყიდიდეთ თქვენს პროფესიონალიზმს, ეს ნორმალურია, მაგრამ თქვენი დრო არის თქვენი დრო და არავის არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენი დრო იყიდოს. თუ ადამიანი თქვენს დროს ყიდულობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავიდან ბოლომდე დაუფლებულია თქვენს რესურსს, ოდნას, დროს, პროფესიონალიზმს და ყველაფერს. და აი აქ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად. განმეორდები ერთადერთი, შეიძლება ადამიანმა თავის პროფესიონალიზმში რა თქმა უნდა აიღოს თანხავსო. აქ ყველაფერი ძალიან დაბალანსებული და ძალიან გასაგებია, მაგრამ არავის არ მისცეთ დრო, რომ თქვენი დრო, არავის არ მისცეთ საშუალება, რომ თქვენი დრო გამოიყენონ თავიანთ სასარგებლოდ. დროის ქურდებს ერიდეთ, მე ასე ვიტყოდი, ასე რომ მე თქვენ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საჯარო გაშლით, ძალიან ინფორმაციული და სავსე იყო. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.